მოგესალმებით ჩემი ძრუფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გზნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. მას ასე წარმოთქვით მისი სახელი და ვნახოთ უახლოესი ერთვის ტენდენცია თქვენს პირად ურთიერთობებში. შეგახსენეთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას ასე ვნახოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ვინ ხარ შენ? შესაძლებელია ასაკი თქვენზე პატარა იყოს. ეხლა არის დისტანცია ურთიერთობაში და პარალელურად თქვენ თითქოს ცდილობთ საკუთარი ინტერესების დაცვას. არ გამოვრიცხავ არც ერთ ვარიანტში, რომ ეს ადამიანი შესაძლებელია იყოს დაოჯახებული თუ არ არის ქორწინებაში და მას არ ყავს ოჯახი, მაშინ გეტყვით იმას, რომ აქ ერევიან მისი მშობლები, დედა, მამა, ნათესავები და ასე შემდეგ. ამიტომ პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით არჩევანის წინაშე დგას იხლა, ბევრი რამ არის გადასაწყვეტი. მაქსიმალურად ცდილობს ჰარმონიის და სტაბილურობის შენარჩუნებას საკუთარ თავთანაც, თუმცა ძალიან რთულია მისთვის ამ გადაწყვეტილებების მიღება. უდაოდ თქვენს მიმართ ემოცია აქვს, ძალიან დიდი სითბოს ენერგია აქვს. უახლოეს ორ პერიოდში ნახეთ გამეორდა ორი, ორი დღე, ორი რიცხვი, ორი კვირის ტენდენცია ნახვიდან არის აქტუალური ვიდეო. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება. ამ ადამიანთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოდის. ნახეთ, ეს პაუზა თუ კი არსებობს ეხლა თქვენს ურთიერთობაში, მას სჭირდებოდა იმისთვის, რომ სწორად გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. პარალელურად გეტყვით იმას, რომ საკმაოდ ცბიერი და კუდიანი ქალის ზეგავლენის არეალშია მოქცეული. დღეს თავს არ გრძნობს კომფორტულად, არც ფიზიკურ მდგომარეობაზე, მაინც და მაინც ვერ ვიტყვი ვერაფერს, საკმაოდ დაბალი ვიბრაციები აქვს, შესაძლებელი ავადმყოფობდეს პირდაპირ მნიშვნელობით. წარსულის ნოსტალგია აქვს. ნახე, წარსულსა და აწმყოს შორის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაცა. რას ფიქრობს თქვენზე? ამ გადმოსახედიდან რას ფიქრობს თქვენზე? რას ფიქრობს თქვენზე? საოცრად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, მაგრამ იმდენად დიდი გაურკვევლობის არეალია პირად ურთიერთობებში, მათ შორის ემოციის თვალსაზრისით, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. აქ წყვილში ამოდიხართ. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ თითქოს ერთმანეთს ირეკლავთ და პარალელურად ხასიათებში ძალიან გავხართ ერთმანეთს. ორივე ცდილობთ ლიდერობას ამ ურთიერთობაში, ამიტომ გამოვდით როგორც ომი, მენტალური ომი. გარიყულია ეხლა რაღაცნაირად შემოისაზღვრა თავისი ფარგლები ჩაიკეტა საკუთარ თავთან. არა მარტო თქვენგან გაირიყა, არამედ საზოგადოებისგანაც გაირიყა. სხვათა შორის რთულია მისთვის ძალიან ღრმად ვინმე შეშვება მის ცხოვრებაში და მით უმეტეს უკაცრავად მის ძალიან პირად სივრცეში. თუმცა გეტყვით იმას, რომ რას ფიქრობს იმას, რომ თქვენ ხართ იმპერატრიცა, თქვენ ხართ ის ქალი, რომელთან დაკავშირებითაც ემოცია არ ქრება, ფიქრები არ ქრება. მიუხედავად ტკივილის ენერგიისა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თვითონ გაყენებდეთ ამ ტკივილს და გააზრებული აქ ეს, რომ უზარმაზარი ტკივილი მოაქვს ამას თქვენთვის. ამიტომაც იყო გადამწყვეტი ნაბიჯები მისგან გატრიალების, აქ თქვენთან არ არის კომუნიკაცია და ურთიერთობა, ნახეთ, რაღაცა ღრმა პაუზაა. გატრიალებული წასულია ურთიერთობებიდან, მაგრამ ყველაზე მთავარი ფაქტორი ის არის, რომ აბსოლუტურად სავსეა ემოციებით და მიუხედავად ამისა გატრიალდა და წავიდა, ამიტომ რომ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირს და ეს რეალურად მტკივნეული ტენდენციაა ურთიერთობაში. აქ შეიძლება ღალატიც იყოს, მაგრამ ღალატი არ არის მხოლოდ სხვასთან ურთიერთობა. ნახეთ, მრავალფეროვნად შემიძლია განვიხილო. კიდევ რას ფიქრობ? უყვარხართ, გრძნობებზე აღარაფერს ამოვიღებ, იმიტომ რომ ეს სიყვარული როგორ არის იცი, უკვე ეს ძალიან დიდი ზღვა ემოცია რაღაც აგრესიაში აქვს გადასული, გაბრაზებაში აქვს გადასული, ძალიან ეჭვიანობს, ძალიან განცდებშია, მართლა ძალიან განცდებშია. ქაოსი მის თავში, მის გონებაში, მის სულში, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს საკუთარი პოზიციები დაიცვას და იმპერატორად ამოდის, იმპერატორი ცოტა თავისებურ ტიპას წარმოადგენს, თავის წესებით და კანონებით ცხოვრობს, თუმცა ნახეთ, ძალიან რთულია მისთვის ის ფაქტორი, რომ სიტუაციას ვერ იმორჩილებს. იმიტომ რომ იმპერატორს ყოველთვის უნდა რომ მისი წესებით
ითამაშობდნენ, მის ირგვლივ არ აქვს მნიშვნელობა ეს რა ურთიერთობაა. სამსახურია, პირადია, ოჯახია, ესეთია. ამიტომ ეს ქაოსი, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს და გაურკვევლობები ძალიან დიდი ტკივილის ენერგიას გვრის და პარალელურად ეჭვების ქვეშ არის. ეჭვიანია, უაზროდ ეჭვიანია. ეშინია რომ ვინმე არ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში და არ აღმოჩნდეთ თქვენ არჩევანის წინაშე და არა ის, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან მისთი ღალატი იქნება სიკვდილის ტოლფასი. თუმცა თვითონაც ცდილობს რაღაცა ორი პოზიციიდან არჩევანის გაკეთებას. შესაძლებელია ორ ურთიერთობაში გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლებელია თქვენ და მისი ძირი ოჯახი, შესაძლებელია თქვენ და სამსახური, რაღაცა ესეთი სცენარი. ყოველ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს. ამიტომ ამ გაურკვევლობიდან გამომდინარე წავიდა ზუსტად და გადადგა ეს ნაბიჯები, რომ ცოტა ხანი ეს დისტანცია, რომელიც არის ურთიერთობაში, რასაც გარკვევით ვხედავ, ერთგვარი მანიპულაციაც არის, რომ წარმოებოთ მის არკანს და პარალელურად იმისთვის, რომ ბევრი რაღაცა გაანალიზოს და ფიქრდეს. კარგი. რა გეგმა აქვს შენთან დაკავშირებით? რა გეგმა აქვს შენთან დაკავშირებით? ემოციას არ ვეკითხებ, იმიტომ რომ ემოცია ამოვიდა, რა გეგმა აქვს? სიტუაციის დამორჩილება და რა საკვირველია გეგმა აქვს ის რომ ეს კედელი რომელიც არის აუცილებლად გაარღვიოს თავიდან გადმოდგას ნაბიჯები მაგრამ ჯერჯერობით ეძებს გზებს როგორ მოვიდეს თქვენამდე მისი მოსვლა არ უნდა იყოს ძალიან ხმამაღალი იმიტომ რომ იმპერატორია და რას ლაპარაკობ მე მომიყვანე და ამაყენე მუხლებზე ეს მისთვის იქნება ძალიან ისეთი ყოველად შეუძლებელია მაგრამ ცდილობს მაქსიმალურად მოძებნოს ხერხები და გზები რომ თქვენამდე მოვიდეს ვერ გიშვებთ, ყველგან თქვენ ხართ გონებაში, გულში, ფეხებში. ჟმოტის არკანია პარალელურად ნახეთ ეს ჩაციკლულია ამ ურთიერთობაზე და ფიქრობს რომ ეს ურთიერთობა ჩემია და მე ამას არ დავთმობ. ეს ადამიანი ჩემია და მე ამას არ დავთმობ. კაი. რეალური ნაბიჯები რა იქნება მაშინ რა კი ესეა? უახლოესი ერთ თვის განმავლობაში. გამოჩნდება აუცილებლად ნახე შანს მოითხოვს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაცია ორივე მხარეს გჭირდებათ. ძალიან გავხართ ერთმანეთს, შესაძლებელია ერთი ჰოროსკოპის მატარებლებიც იყოთ. ძალიან გავხართ ერთმანეთს და ძალიან ავსებთ. სატელეფონო საუბარი უდაოდ მოხდება, ეს იქნება 8 რიცხვი, 8 დღე, 8 საათი. აუცილებლად მოითხოვს შანს ამ ურთიერთობაში. შეცდება მაქსიმალურად რომ ეს სიკვდილის ტრანსფორმაციის არკანი და პენტაკლების ტუზი ნიშნავს იმას, რომ ეს ტრანსფორმაცია ორივესთვის ძალიან საჭირო იყო. მოითხოვს ურთიერთობაში კიდევ ერთ შანსს, რაც მოგიტანთ აუცილებლად დადებით ემოციებს, როგორც თქვენი მხრიდან, ასევე მისი მხრიდან. ეს გაურკვევლობები, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი ირგვლივ ტრიალებს, უნდა შეიცვალოს დღესასწაულით. აღარ დავამატებ აღარაფერს. წარმატებებს გესურვებთ, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.